გამარჯობათ, ჩემო გამომწერებო და არხის სტუმრებო. ეს გახლავთ ვიდეო თქვენთვის. ენატრებით თქვენს მიერ ჩაფიქრებულ ადამიანს. უნდა ჩაიფიქროთ ისეთი ადამიანი, რომელთანაც ურთიერთობა არ გაქვთ. რათა გავიგოთ ენატრებით თუ არა. თუ ყოველდღე ნახულობთ ადამიანს, ხართ მის გვერდით, მაშინ რა თქმა უნდა ასეთი ადამიანი არ უნდა ჩაიფიქროთ. მას ასე ვნახოთ ისეთ პიროვნებაზე, ვინც რაღაც პერიოდი თქვენ არ ყავთ ნანახი დაახლოებით ესე 6 თვე, 1 წელი, შეიძლება 2 თვე, ესე. მარკო, ჩემკატას ქვია მარკო, თირქოს ეხლა ვნახა ესე მეთამაშება 24 საათი ერთად ვართ. და მაინც მუდმივად ყურადღება უნდა. კარგით, კონცენტრირდით თქვენს ადამიანზე, ვისაც გაინტერესებთ. და ვნახოთ მისი სიგნიფიკატორი კარტი ტრადიციულად. ვინ არის ის? ეს არის ენერგიული, ტემპერამენტიანი, მამაცი ადამიანი, შეიძლება ასე ითქვას. ძალიან მამაცი ადამიანი, რომელიც დასახულ მიზნებს ყოველთვის აღწევს ცხოვრებაში. შესაძლებელია მას ყავს ავტომობილი, ან ხშირად გადაადგილდება. თუ დაახლოებით ასეთია თქვენი ადამიანი, განაგრძეთ ნახვა. ნახოთ ეს ადამიანი, ვინც ჩაიფიქრეთ, რას ფიქრობს თქვენზე. პირველ რიგში ეს ვნახოთ მისი ფიქრები. ფიქრობს, რომ თქვენ ხართ მარტო. კიდევ რას ფიქრობს? მნიშვნელოვან ეტაპს გადიხართ თქვენ ცხოვრებაში. მისი აზრით, თქვენ გაქვთ პერიოდი, როდესაც უკვე უნდა, ასე ვთქვათ, რაღაც გადალახოთ, გამოფხიზლდეთ და დაიწყოთ ახალი ეტაპი. კიდევ ფიქრობს, რომ თქვენ არ მოქმედებთ რატომღაც, ანუ ირჩევთ უმოქმედობას. და თქვენ ამ უმოქმედობაში, ამ მარტოობაში უფრო მეტად, ასე ვთქვათ, იყვარებთ თქვენს პიროვნებას, თქვენს თავს და უფრო ვითარდებით, ასე ვთქვათ. კარგით, თქვენზე აქვს მას წარმოდგენა ისეთი, რომ თქვენ ხართ გონიერი, ლამაზი, ოღონდ მარტო. კარგით, ნახოთ ამ ადამიანს თქვენ ენატრებით, განიცდის ასე ვთქვათ, გრძნობას თქვენს მიმართ. ისეთ როგორ არის, მას არ სურს ემოციები. ის მიდის ემოციებისგან და რომ არ იფიქროს ემოციებზე, მონატრებაზე და ასე შემდეგ, მოქმედებს. ეს მოქმედება შესაძლებელია არის სამსახური, ფინანსები, მეგობრები, ნაცნობები. გაურბის ის ემოციებს. და რატომ აკეთებს ამას? მისი აზრით, თქვენ ხართ ილუზიებში მასთან დაკავშირებით. თქვენ რაღაცას განიცდით, ფიქრობთ, ანუ რასაც თქვენ ფიქრობთ, ეს არის ილუზიები მისი აზრით.
შეიძლება თქვენ რაღაცაზე გული გაქვთ ნატკენი, თუმცა ესეც თქვენი ილუზია, მისი აზრით. ის მოგცემთ შანსს. რაც ესე უცნაური ფიქრები აქვს ადამიანს. შანსს რასთან დაკავშირებით? მის თავთან, მის პიროვნებასთან დაკავშირებით ის შანსს მოგცემთ, რომ თქვენ დააფასოთ და იყოთ მასთან. აი რაღაც ესეთი აზრები აქვს რომანტიული არა. ეს არის ლოგიკა, ეს არის გონებიდან მომდინარე ფიქრები, როდესაც ადამიანი ფიქრობს, რომ მონატრება და ასეთი რაღაცები ფუჭი დროის ხარჯვა, თავარია მოქმედება. კარგით, რადგან ეს ვიდეო გახსენით და უყურებთ, ესე იგი არ მოქმედებს ალბათ და ამიტომ გაინტერესებთ ენატრებით თუ არა. და თუ ასეა, რატომ არ მოქმედებს? შეფასე ვნახეთ. რატომ არ მოქმედებს? ნუ იმოქმედებს შეფასებო. იმოქმედებს აუცილებლად. რატომ? იმიტომ რომ ახლა იღვიძებს, ასე ვთქვათ, მის გულში გრძნობა თქვენს მიმართ. ნიშნულობა არ აქვს, შეიძლება დავუშვათ თქვათ, რომ წლებია მას ვიცნობ და ახლა რატო იღვიძებს გრძნობა და ასე შემდეგ. ამას არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი ხანია მას იცნობთ. ახლა გაუღვივდა, ასე ვთქვათ, სიყვარულის ნაპერწკალი გულში. და აუცილებლად იმოქმედებს. ნუ აქ არის პენტაკლების რაინდი, შესაძლებელია ძალიან სწრაფად არ ახასიათებს მას მოქმედება, თუმცა სტაბილურად, მყარად მოქმედება ახასიათებს პენტაკლების რაინდს და როცა ის ნაბიჯებს გადმოდგამს, შეგიძლიათ სრულიად იყოთ დარწმუნებული, რომ ის აიღებს პასუხისმგებლობას თქვენს ურთიერთობაზე. რაც სხვაგან წავითა ეს გაშლა თითქოს, ანუ სხვა ენერგეტიკას ველოდი, ასე ვთქვათ, და სხვაგვარად განვითარდა. კარგით, ნახოთ მაშინ რა უნდა იცოდეთ თქვენ ახლა მასზე. რა არის საჭირო თქვენთვის? რისით ცეფასე მოჩერდეთ. თასების რაინდი. ის არ გაჩვენებთ. ხედავთ, რომ ნიღაბი უკეთია თასების რაინდს. მას რა ემოციაც აქვს თქვენს მიმართ და რა გრძნობაც ის ამას მალავს, თუმცა ძალიან სიამოვნებს. კიდევ თქვენთან მიმართებაში რა სიამოვნებს მას, მოდით ნახოთ. ესე იგი, თქვენ მას ასეთ შეგრძნებას უღვიძებთ, რომ თქვენში არის ყველაფერი. თქვენში არის სილამაზე, თქვენში არის გონიერება, თქვენში არის პროფესიონალიზმი. ნუ რაღაც კუთხით შეიძლება სადღაც ხედავთ ან იცის მან თქვენი ან პროფესია, ან რაღაც საკითხი, რაც ძალიან კარგად გესმით და ეს ძალიან მოსწონს და სიამოვნებს მას. ასევე ის გრძნობს, ასე ვთქვათ, ტელეპათიურად შეიძლება ითქვას თქვენს აზრებს. და ეს ძალიან სიამოვნებს. და თქვენც ასე ხართ, ანუ თქვენ არ გჭირდებათ მეტყველება იმისათვის, რომ გაიგოთ ერთმანეთის აზრები. თითქოს ამას გრძნობს და ძალიან სიამოვნებს. კარგით, მოდით ნახოთ რა მოსწონს თქვენში და ამაზე დავასრულოთ. რა მოსწონს თქვენს ადამიანს თქვენში? თქვენში მოსწონს ის, რომ თქვენ ხართ ძალიან ტემპერამენტიანი, ენერგიული, თუმცა ცდილობთ, რომ ზოგჯერ თითქოს თავს იკავებთ ამისგან და ეს მოსწონს ძალიან. ხედავს, რომ თქვენ ხართ მიზანმიმართული ასევე, ისევე როგორც თვითონ და თქვენ წინ ვერაფერი ვერ დაგიდგებათ მიზნისკენ სავალ გზაზე. და ეს თქვენი რაღაც მებრძოლის უნარი, მებრძოლის თვისება ძალიან მოსწონს. და თქვენი ენერგია, ზოგადად რაღაც ისეთი ცეცხლოვანი ენერგია გაქვთ.
გისურვებთ წარმატებებს, შევხვდებით მომდევნო ვიდეოებში.